Კედან მოვიკითხავ იმ სტუდენტებს, აქტივისტებს, რომლებიც დააკავეს იმისთვის, რომ დაჩაგრულებს გვერდში დაუდგნენ და მხარი დაუჭირეს და მე მჯერა რომ ეს ადამიანები უფრო ძლიერები გამოვლენ და უფრო თავდაჯერებულები იქნებიან და აუცილებლად ამაყები იქნებიან იმით, რომ სწორ დროს იყვნენ სწორ ადგილას და ამ ქვეყნის ადამიანებს და ჩაგრულებს გვერდში უდგანან. რაც შეეხება ამ ყველაფერს რაც ხდება, ხო, ანუ ექსპერტებმა და ბევრმა ადამიანმა განცხადება გააკეთა უკვე იმასთან დაკავშირებით, რამდენი რამე მოიტყუა ქართულმა ოცნებამ, კახი კალაძემ, თბილისის მერიამ, თუნდაც სადგურის მოედანზე მომხდარი ტრაგედია რაც იყო, როდესაც მერიამ უბრალოდ არც ერთი პრობლემა რაც ხდება მოკლედ ქალაქში, თითქოს მერიის პასუხისმგებლობა არ არის და ესეც მოხდა ეხლა სადგურის მოედანზე ჩამოინგრა შენობა, რომელიც იყო ავარიულ მდგომარეობაში და თითქოს ამ ადამიანებს, ვინც არის გამლელები იყვნენ, ვინც ვაჭრობდა, ვინც ცხოვრობდა, თითქოს ამ ადამიანებს ვერ შეეხნენ, იმიტომ რომ ამას კანონი კრძალავდა, ხო და ამ შემთხვევაში ვნახეთ, რომ იგივე სიტუაციაში ძალიან ჩვეულებრივად ეს კანონი დაარღვიეს და ადამიანები პირდაპირ გამოყარეს გარეთ და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს იგივე სიტუაცია იყო. იქ მართლა წლების განმავლობაში ინგრეოდა ის სახლი, რომელიც საბოლოოდ ჩამოინგრა და მსხვერპლი გამოიწვია ადამიანების და აქ რასაც ყვებიან, ყოველ შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა და აი ასეთი ფორმით, ასე მოქცევა, ძალიან ბევრი რამ იყო საყურადღებო. აი ქართულად არ საუბრობდნენო ეს ნიღბიანი ადამიანი, ანუ რაღაც არაფორმალური დაჯგუფება და პლუს პოლიცია იყო იქ, რომლებიც ერთნაირად ძალადობდნენ მოქალაქეებზე. კი, ამ გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის უკანონო, ხო, ან ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდა რაც იძახის ხომ, რომ თითქოს ყველაფერს აბრალებს ან წინა ხელისუფლებას, ან deep state-ს, ან ამერიკას, ან დასავლეთს და ყველა პრობლემა რაც ხდება საქართველოში, თითქოს არის deep state-ის ბრალი, წინა ხელისუფლების ბრალი და ეხლა ამ შემთხვევაში არის დევნილები, მაგალითად, ამ ადამიანების უფლებები ვისი დასაცავია, ხო, deep state-ის დასაცავი ხო არის, ანუ ვინმეს ხო ვერ გადააბრალებ ამ ყველაფერს, ხო? და იმის მაგერად რომ დევნილების უფლებებს ხელისუფლებაში არიან თან. და თავარი დაპირებაც იყო ის, რომ ყველა ადამიანს ექნებოდა ღირსეული პირობები და ყველაფერი რაც ადამიანს უნდა ქონდეს უფლებები დაცული, ამ უფლებებს დაიცავდა, ხო? ბიზნა ივანიშვილი ამით მოვიდა და ამით მოგხიბლა თავიდან და რეალურად მივიღეთ ის, რომ გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეებს არბევენ და უსწორდებიან, ამის გარდა უსამართლოდ ექცევენ, არ ვიცი, მაღაროელებს, უსამართლოდ ექცევიან მუშებს, დევნილებს ექცევიან უსამართლოდ და ადამიანებს ის მინიმალური პირობები რაც უნდა ქონდეს, არც ერთ ადამიანს ამ პირობებს არ სთავაზობენ და არ აძლევენ და ასევე მივიღეთ ის, რომ თურმე თქვათ აქტივისტებს როცა არბევენ ხოლმე, ქართული ოცნება იძახის, რომ ჩვენ ვართ მოძალადეები და რადიკალები. თუმცა დევნილები დააკავეს და არ ვიცი, მაიკა შემოახიეს და ცემეს და გაუსწორდნენ და შვილების თვალწინ, ცოლშვილის თვალწინ, ოჯახის თვალწინ, არ ვიცი, ანუ ეს რაღაც სრული რაც უსამართლობა რაც გააკეთეს, ეს ყველაფერი თითქოს არ ვიცი რა იყო ამის საფუძველი, რომ ეს ადამიანები დააკავეს და გააქციეს და სადღაც წაიყვანეს ძალადობრივად, ხო? იქ იყვნენ ადამიანები, ვინც გამოყარეს სახლიდან და პასუხი არ ჰქონდათ საკუთარი შვილებისთვის, არ ჰქონდათ პასუხი, რომ ანუ აი სად უნდა იცხოვროს, ხო, შვილი სად უნდა გაზარდოს და ეს ადამიანები როცა ამ გაბრაზებას გამოხატავდნენ, ხო, იქ პოლიციელები ამაზე გაბრაზდნენ, რომ თქვენ იმას მოусმინოო, თქვენ გაბრაზებას მოусმინოო და ამაზე დააკავეს ადამიანები და არ ვიცი, ეს ძალადობა რაც ხდება, ხო, ეს არის გაუმართლებელი. ყველა ადამიანზე, რომელიც უბრალოდ პროტესტს გამოხატავს და საკუთარი უფლებების დაცვა უნდა, ქართული ოცნება ძალადობს და იძალადებს. ამიტომ ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ თავისი პირობები მოითხოვოს და დაიცვას და მეც ერთადერთი ესათქმელი მექნება ყველა ადამიანთან, რომ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ნამდვილად გვეკუთვნის და დევნილებს ნამდვილად ეკუთვნის ღირსეული საცხოვრებელი და ღირსეული პირობები საქართველოში.